გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. გამარჯობა გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს სტუდიაში და ვიწყებთ აგვისტოს ომით. 17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დასრულდა ეს ტრაგიკული 5 დღე და შემდგომი პერიოდიც ასევე ტრაგიზმით სავსეა, მოხდა ქართული ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სუბიექტებად რუსეთის მიერ. იყო უამრავი მსხვერპლი, დაახლოებით 400 ადამიანი, როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. დღემდე ადმინისტრაციულ ხაზზე არ არის მარტივი ვითარება, შემოსაზღვრული აქვთ დგანან სამხედროები, შეერაღებული ხალხი და 17 წელი გავიდა მას შემდეგ. ოფიციოზი საქართველოს ხელისუფლება დღეს იყო მისული, მაგალითად მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს. ეკლესიას ჰქონდა დიდი როლი და დადებითი როლი ითამაშა ეკლესიის მაქსიმალურად იმ მცდელობამ, რაც იმ ომის დღეებში იყო შესაძლებელი. რომ არა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სათუოა საერთოდ მოხდებოდა თუ არა გადმოსვენება დაღუპულების და ამაში კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ეკლესიის საჭადრაკობელს. დღეისათვის რა გვაქვს ჩვენ? ვითარება საერთოდ რუსეთსა და საქართველოს შორის, გაყინულია თუ შეიძლება ასე ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩუნდება სიმშვიდე ამ ორ ქვეყანას შორის. თუმცა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, მაგრამ მოდით დავიწყოთ ისევ და ისევ ამ ტრაგიკული მოვლენების გახსენებით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. სააკაშვილი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, იყო პირველი პირი, პრეზიდენტი, გასცა ბრძანება რომ ქართულ შენაერთებს დაეწყო ცვლა ცხინვალისკენ. ამ პერიოდში ცხინვალში იდგა რუსი სამშვიდობოების კონტინგენტი. მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, არ იყო ნდობა რუსების მიმართ თუ იყო ნდობა, ეს მეორე ხარისხოვანია იმ თვალსაზრისით, ვინაიდან საქართველოს ჯერ კიდე შევარდნაძის ხელმძღვანელობის პირობებში იყო კონფლიქტის მხარე. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? ყველამ ვიცით მანამდე ამ აგვისტოს ომამდე როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რა პერიოდების გავლა მოუწია საქართველოს, იყო კონფლიქტი აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ძალებს სჭირდებოდა დაშორიშორება. რაც იქნა კიდეც მიღწეული, იყო ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული SKK, შერეული საკონტროლო კომისია და ქართული მხარე წარმოადგენდა თავის წარმომადგენლებს, იყო შეხვედრები და რაც ყველაზე მთავარია დაიდო რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც საერთაშორისო ეგიდით მოხდა ეს, მართალია რუსეთთან, თუმცა ასეთად მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქ ლაპარაკია მოსკოვის ხელშეკრულებებზე, ასევე დაგომისის ხელშეკრულებებზე და აქედან გამომდინარე რუსი სამშვიდობოები ცხინვალში იდგნენ ლეგალურად, მოსწონს ვინმეს ეს თუ არ მოსწონს. მაგრამ ის რომ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა ამ კონფლიქტის დაწყება, ამას ადასტურებს ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო კომისია, გამოცდილი შვეიცარიელი დიპლომატის ტალявინის ხელმძღვანელობით. იქ შავით თეთრზე წერია თუ ვინ გახსნა ცეცხლი. ახლა არის მეორე ინტერპრეტაციაც ქართული მხარის და ესეთი ბანალური არსის კვანტორის შეცვლის მცდელობა, რომ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ომის დაწყება საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე. რაც პრინციპში ეს ჩემს მიერ ნახსენები ტერმინი ამას აღნიშნავს. მაგრამ ძალიან ბევრი რომ არ ვისაუბრო და უფრო დეტალებში რომ არ შევიდეთ, თქვენი აზრი როგორია ამ 17 წლის განმავლობაში? დაიწყო თუ არა, თუნდაც იმ თაობამ, რომელიც მაშინ ჯერ კიდე ვერ აღიქვამდა ომის მიზეზებს,
აი ახლა რა მდგომარეობაა, ასევე გვექნება საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას დღევანდელ განცხადებაზე ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. იცით რა არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს 18 წლის, უпростоროდ 17 წლის თავზე აი ამ კონფლიქტისა, რომ ეს იყო უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისთვის, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიას რომ გადავხედოთ, უმძიმესი მომენტი არის რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ისტორიაში და რომლის დროსაც იყო მსხვერპლი, იყო დიდი დანაკარგები, ну რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ეკონომიკური მხრივ ძალიან, ასე ვთქვათ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და ეს არის, ასე ვთქვათ, ისტორია, ვინც იცის და ვინც თვალს ადევნებს უახლოეს ისტორიას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ის ხუთდღიანი ომი, რომელიც ძალიან დეტალურად არის, ასე ვთქვათ, გასაანალიზებელი, შესასწავლი, რომ მომავლოდ ჩვენ გავითვალისწინოთ ის მოვლენები და სამომავლოდ ეს გამოურიცხოთ მსგავსი კონფლიქტი რუსეთთან, რომელიც არის ჩვენი ისტორიული მოკავშირე, ხო? გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან უამრავი ის, ასე ვთქვათ, მომენტები იყო, რომ რაც ადასტურებს რუს და ქართველ ხალხს შორის მოკავშირეობას. რაც შეეხება თავად კონფლიქტს, თქვენ დეტალურად დაასახელეთ ქრონოლოგია, თუ რა მოვლენა მოყვა და ვინ იყო აქ ძირითადი ის აქტორი, რომელმაც დაიწყო ომი, ხო, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამერიკელების კოლექტიური დასავლეთის წაქეზებით მან დაიწყო კონფლიქტი და დაარღვია ის შეთანხმებები, რომელიც იყო დადებული რუსეთთან. Ну, იქ იყვნენ როგორც აი ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი, რომელიც არის ამის სამხედრო საქმის და კონკრეტულად ამ კონფლიქტის დეტალური, ასე ვთქვათ, ანალიზი გაუკეთებია ამ ეთერში. ასე ვთქვათ, ეს კონფლიქტი იყო აბსოლუტურად მიხეილ სააკაშვილის მიერ შესრულებული და დაინიცირებული და დაგეგმილი ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ლონდონში, როგორც გნებავთ, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან და მათი ინტერესიც იყო ეს კონფლიქტი იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ჯერ ერთის მხრივ ცდილობდნენ, რომ საქართველოს დაახლოებოდა ნატოს და ჩვენს ტერიტორიაზე ყოფილიყო განლაგებული ის ეგრეთ წოდებული ანტისარაკეტო სისტემები, პეტრიოტის ტიპის და სხვა ტიპის, რომელიც ძალიან სწრაფად შეიძლება გადაკეთდეს როგორც თავდასხმის იარაღად და ეს იქნებოდა რუსეთისთვის საფრთხის შემცველი, ხო, რუსეთის საზღვართან ახლოს, იგივე სიტუაცია და იგივე მოთხოვნები იყო უკრაინის მიმართებაში, რომ იქ არ განთავსებულიყო ეს საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის საზღვართან, ხო? და აი აქედან წამოვიდა ის, რომ ჯერ ეს კონფლიქტი 2008 წლის იყო გაგრძელება იმ 90-იანებში, რაც დაიწყო კონფლიქტი, იმისი გაგრძელება იყო, მაშინ ესე იგი ეთყობა დასავლეთმა, ანგლოსაქსებმა ეთყობა ვერ გადაწყვიტეს ის, ანუ ის მიზანი არ იყო მათთვის მიღწეული, რომ აქ განლაგებულიყო ის სარაკეტო სისტემები და აქ ამის შემდეგ დაგეგმეს უკვე მეორე კონფლიქტი, რომლის მიზანი იყო ძალისმიერად შესვლა ცხინვალში და შემდეგ უკვე როგორ აღიარება, როგორც კონტროლირებადი ტერიტორია და შემდეგ უკვე აი ამ სარაკეტო სისტემების განლაგებისა. ეს ჩვენთვისაც რა თქმა უნდა საფრთხე იყო და ეს გეგმა რამდენიმე წლით ადრე შემუშავდა და ამ გეგმაზომიერად მიხეილ სააკაშვილი მიდიოდა ამისკენ, აფინანსებდნენ, აიარაღებდნენ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად, თუმცა ნუ მათი გაგებით მნიშვნელოვნად, თუმცა ეს რუსეთისთვის არაფერი არ იყო და
ის რომ ის არგუმენტი, აი პროდასავლელების მხრიდან რომ ესე იგი ვინ დაიწყო კონფლიქტი და ჩვენ ტერიტორიაზე ვითომ ქართველი როგორ დაიწყებდა კონფლიქტს, ეს ძალიან მარტივი არის, რომ ესე იგი კონფლიქტს იწყებს ის მხარე, ვინც ემზადება ამისთვის. ხო, ასეთი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ამისი დაწყება, იგივე ხო ამბობენ, რომ ვითომ იქიდან რაღაც ის ასე თქვა, პროვოკაციები იყო და ფიქსირდებოდა. ვითომ ამან ეს არის სრული სისულელე იქიდან გამომდინარე, რომ ვინც იწყებს ომს, ზუსტად ის აკეთებს ამ პროვოკაციებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან გაკეთდება. შეიძლება აქედან ყოფილიყო დაგეგმილი, დასავლეთ ის სპეცსამსახურებს ნებისმიერ წერტილში შეეძლოთ დაეგეგმოთ ის პროვოკაცია, ხო? მაგრამ ის არგუმენტი, რომ ესე იგი ვინც იწყებს ომს, ის ემზადება და რაც ეხლა თქვი, რომ რამდენიმე თვე ჭირდება იმისათვის, რომ მსგავსი სამხედრო ოპერაცია შესრულებულიყო, დაწყებულიყო, ხო, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ანუ ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ამისთვის და მათ შორის თუ არ ვსები კონდოლიზა რაისმაც განაცხადა, რომ ჩვენო მათ ისინი შეეცადნენ, რომ მშრალე გამოსულიყვნენ აქედან ამ სიტუაციიდან და ჩვენ ვაფრთხილებდითო სააკაშვილსო, რომ ვითომ არ დაეწყო ეს კონფლიქტიო და ანუ გადაიტანეს ისრები სააკაშვილზე. ხო, ჩდება რატომ მოუწია ამ ყველაფრის თქმა, რომ ჩვენ პირიქით ვაფრთხილებდით სააკაშვილს, რომ ომი არ დაეწყო. იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ეს ასე ვთქვათ, არათუ წამგებიანი, არამედ სამხედრო დანაშაული იყო, რაც გააკეთა სააკაშვილმა და მათ ისინი შეეცადნენ, რომ აქედან გამოსულიყვნენ, ასე ვთქვათ, უნებლები რა და მათი საკუთარი კვალი დაეფარათ და გადაებრალებინათ მათი მარიონეტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები კობახიძემ თქვა, თუ პაპუაშვილმა მთავარი ის კი არ არის, ვთქვათ, რომელ რიცხვში ვინ პირველი გაისროლა. ანუ აქ იყო გეოპოლიტიკური კონფლიქტი და ახსენა აგრეთვე ეს deep state-ი, ანუ სააკაშვილმა deep state-ის დავალება შეასრულა მაშინ. პრინციპში ასეთი ტიპის ომები არ იწყება, უბრალოდ ინფანტილიზმია იმაზე საუბარი, ვინ გაისროლა პირველად, ან ვინ გადმოლახა იქ როკის გვირაბი და ასე შემდეგ. სხვა გადაცემებშიც მithქვამს, რომ ნამდვილად ისეთი მიამიტური მიდგომაა, რომ გახსოვთ თქვენ ალბათ კონფლიქტის შემდეგ ეს გლობალისტური თანხებით ნაკვები ექსპერტები იმაზე მჩხიბაობდნენ, აი როკის გვირაბი რომ აგვეფეთქებინა, სააკაშვილს იქ ბრძანება გაეცა ქართული ავიაციისთვის, რომ ჩაებომბათ ამ როკის გვირაბის გასასვლელი იქ რუსული დროზე ადრე, ვიდრე ამ ტანკებმა დაიწყო გადმოსვლა, ვერ მოახერხებდნენ რუსების შემოღწევას იქ. ნუ ეს ინფანტილიზმია ნამდვილად. რუსებს მოსდოქში ავიაცია აძლევს შესაძლებლობას, რომ ეს თუნდაც ფეხოსანთა ტანკები პარაშუტებით გადმოყარონეს. მარგელოვმა პირველად თავის შვილი გამოცადა იქ. ანუ ცოცხალი ეკიპაჟი ზის და ხო, ნუ ეს პირობითია, რა თქმა უნდა. აქ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი ამ ტაქტიკურ მანევრებზე. მაგრამ აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ წდებოდა ნამდვილად გეოპოლიტიკური საკითხი, უბრალოდ დასავლეთს სურდა, რომ ეს თემა გადაეწყვიტა. და გათვლა იყო თუნდაც იმაზე, რომ თუნდაც ცხინვალის რეგიონი, ასე ვთქვათ, მოექცია, როგორც თავად ამბობდა სააკაშვილი და მისი მხედართმთავარი იგივე ეს ყურაშვილი, რომელიც წულუკიანის კომისიაზე იყო დაბარებული. გახსოვთ თქვენ ის კადრები, ის კადრები ახლა არ იძებნება. არ ვიცი შესაძლოა რომელიმე დოკუმენტურ ფილმშია გამოყენებული, მაგრამ აი საძიებო თუნდაც YouTube-ში ამ კადრებს ვერ ნახავთ. სადაც ყურაშვილი პირდაპირ დგას იქ ორჭოსანის გადასახლებთან. ანუ ბატონო დავით, აი ამბობს, რომ მე მივიღე ბრძანება, რომ ჩვენ ახლა შევდივართ კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად. ეს ამხილა, პირდაპირ ამხილა გეგმები სააკაშვილის და იმ სხვა ამხილებელი ფაქტებიც იყო უკვე შემდგომში, როდესაც ამ სააკაშვილის წიაღში შეიქმნა ომის შემსწავლელი კომისია, საპარლამენტო კომისია, პაატა დავით აია ხელმძღვანელობდა. გახსოვთ თქვენ, რომ მისივე ხელისუფლების ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი ყავდათ იქ დაბარებული. ამ განხილვაზე, სადაც იჯდა ეს გივი თარგამაძე, სხვა ეს წარმომადგენლები და როდესაც კარტები გახსნა ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ მიღებული ვაშინგტონიდან. ამას მოყვა ამ თარგამაძის რეაქცია, როდესაც იქ ჭიქა აიღო თუ საფერფლე და ესროლა. მე ხო არ ვიგონებ, აი მაყურებელმა განსაჯოს. ანუ იყო ასე თუ არ იყო ასე?
კი, მსმენია მსგავსი ფაქტიც მსმენია და რაც თქვენ დაასახელეთ, ხო, იგივე ყურაშვილის შემდეგ უკვე კი წმარიშვილთან დაკავშირებული ის რაც მოხდა, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ესე იგი ამერიკიდან იყო ეს დაგეგმილი და კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ, ანუ ქვედა რგოლის ჩინოვნიკებმაც კი იცოდნენ ეს ყველაფერი და პირდაპირ ამბობდნენ პირდაპირ ეთერში ამას, რომ ესე იგი კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღედგინათ და ეს იყო მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ძალისმიერად ცხინვალში შესვლას, ხო? და აქედან გამომდინარე ეს განცხადებაც, ესე იგი სამხედრო მაღალი ჩინის მხრიდან განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც რუსის სამშვიდობოები უნდა ყოფილიყვნენ იქ ცხინვალთან, ეს სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და შემდეგ უკვე მოხდა ის, რაც მივიღეთ, ხო? ეს შეკითხვა მასაც დაუსვეს, მაგრამ მან ასე ახსნა, რომ ჩვენ ვერ მოვასწრებდით მაშინ ვერაფრის გაკეთებას. ანუ აქაც კი ჩანს ის ვირეშმაკობა, რაც ჰქონდა დაგეგმილი. ანუ კონკრეტული კითხვა იყო, რომ ამ ხელშეკრულებებს რო არ ღვევდით, ანუ რო გაეცეთ ბრძანება, რომ დაგემყარებინათ კონსტიტუციური წესრიგი ეგრეთ წოდებული, რატომ არ გამოდით ამ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან? რატომ არ მოახდინეთ დენონსაცია? არა და რამდენიმე თვის შემდეგ გაზდიოდა ვადა. ნუ რა მნიშვნელობა აქვს? წესი ასეა, თუ კი რამე არ მოგწონს და შენ საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც ახლა ამბობენ, ჩვენ ტერიტორიაზე ომს ხომ ვერ დავიწყებდითო. თუ უნდოდა იქ ამ კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, ჯერ იურიდიული საფუძვლები დენონსაცია უნდა მოეხდინა მის ჯიბის პარლამენტს, ანუ ის დეპუტატები სააკაშვილის დროს ვინც იყვნენ, ოჯახის წევრები არ იყვნენ, მაგრამ დაახლოებულები იყვნენ. თუნდაც იმ ვივამეთში ბევრი დადიოდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, რომლებიც მის ოჯახთან დაახლოებული ხალხი იყო. რატომ არ მოახდინეს დენონსაცია ჯერ ამ ორი საერთაშორისო ხელშეკრულების შეთანხმების და მერე რატომ არ განახორციელა ის წიაღსვლები, თუნდაც იმ დროშების შეტანით და მომზადებული მანქანებით და ასე შემდეგ, რაც ჰქონდა დაგეგმილი. და გრადებით, ნუ იქ არ ვიცი ახლა შესაძლოა იქ გაბუქებულია რუსეთის მხრიდან თუ როგორ იყო და რა იყო, ყველა მიცის რა მოხდა იმ პერიოდში. ანუ 5 დღიანი ომი იყო, დაგვეხოცა უამრავი ხალხი. მათ შორის ნამდვილად მართლაც ქვეყანაზე სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი ბიჭები. 70 ჯარისკაცი, 14 ხო, ეს არის ტრაგედია. 30-ზე მეტი დაკარგული. კი ბატონო. და აი საინტერესო კითხვა დასვით ბატონო დავით და მაყურებლისთვის საინტერესო არის ის ვერსია, რომელიც აი ამ კითხვასთან დაკავშირებით ვრცელდება. იგულისხმება ის, რომ ესე იგი შეერთებულ შტატებს მაშინ მაკეინს სჭირდებოდა ის რეიტინგი რა, არჩევნები იყო და ზუსტად მისი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყო აი ამ კონფლიქტისა და ასე ვთქვათ, სამხედრო ოპერაციისა, რომლის მიზანიც იყო, რომ რუსეთისთვის მიეყენებინათ დარტყმა, სამხედრო დარტყმა და ნუ ასე ვთქვათ, მოკლევადიანი ომი მოეგოთ, როგორც მათ ისინი გეგმავდნენ და შემდეგ ეს მათ მოუმატებდა რეიტინგს რა, ეს არის ტიპიური ანგლოსაქსონური გათვლა და ნებისმიერი არჩევნების წინ ისინი ცდილობენ, რომ მსგავსი კონფლიქტი და მათ მოიპოვონ ეს ასე ვთქვათ რეიტინგი გამარჯვებით, ეგრეთ წოდებული გამარჯვებით, რაც მათ არ გამოუვიდათ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რაც თქვენ თქვით, რომ ესე იგი თუ გინდა რომ ასე ვთქვათ კონსტიტუციური წესრიგი აღადგინო და მართლაც ესეთი დიადი მიზნები გაქვს და ნუ ყველაფერი რო გვერდზე გავწიოთ, იქ მორალი და ისა მაშინ ამ სახელშეკრულების ვადას როგორც მახსოვს რა, არ მინდა ახლა ესე იგი თუ არ ვწდები 6 თვის შემდეგ გაზდიოდა ვადა რა და კიდე გასაგრძელებლად საჭირო იყო მოლაპარაკებები, ხელმოწერა და თუ სააკაშვილს უნდოდა რომ მართლაც აი ასე ვთქვათ რაღაც არა კონფლიქტით, არამედ რაღაცა მშვიდობიანი გზით
სხვა მეთოდით, არა პირდაპირ დაპირისპირებით რუსეთთან, არამედ რაღაცა სხვა მეთოდით მას ის დაელოდებოდა იმ ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ უკვე რაღაც მოლაპარაკება იქნებოდა თუ ეს რა იქნებოდა, მერე დაეწყო რაღაც პროცესი, ხო? მაგრამ არა, მას ჭირდებოდა რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაცია. ეს იყო დაკვეთა ვაშინგტონის მხრიდან, ხო? აი ამ ლოგიკური ჯაჭვი აქედან მიდის, ხო? მე არაფერს არ პირდაპირ მტკიცებულება ამისი არ გვაქვს, მაგრამ ირიბი ფაქტები ამაზე მეტყველებს და მართლაც ეს ვერსია, ასე ვთქვათ, ყველაზე ლოგიკასთან ყველაზე ახლოს არის. კი ბატონო. და ახლა იმის თაობაზე თუ რა განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. აქ ციტატა არის მარია ზახაროვას განცხადებიდან. არსებობს შესაძლებლობა ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი. ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში. ამ განცხადებაში ამბობს ზახაროვა. პრაქტიკულ ქმედებებს კი რაც შეეხება იქ მომდევნო აბზაცში ის ამბობს, რომ ცხინვალთან და სოხუმთან უნდა გაფორმდეს ეგრეთ წოდებული შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ. აი თქვენ როგორ ხედავთ ამას? ბევრი, ეს ადრეც იყო ეს მოთხოვნა ცნობილი რუსეთის მხრიდან ძირითადად, აფხაზებიც და ოსებიც პერმანენტულად ამ საკითხს თუნდაც ამ ჟენევის მოლაპარაკებებზე აყენებდნენ. თუ კი ასეთი შეთანხმება დაიდო თბილისის მხრიდან აფხაზებთან და ოსებთან, იქნება თუ არა ეს აღქმული როგორც მათი აღიარება? ანუ ამაზე აქვთ ძირითადი აქცენტი თუნდაც ქართული ოპოზიციის წიაღში. თუ საქართველოს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ეს უკვე პრინციპში იქნება ამ ცხინვალის და სოხუმის აღიარება. და რუსები დღემდე ამას ითხოვენ. აი დღევანდელი განცხადება. როგორც ცნობილია, ბატონო და ძალიან საინტერესო კითხვა. როგორც ცნობილია, ესე იგი, როდესაც გაფორმდა ის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აი 2008 წლამდე იყვნენ, იქ ცხინვალთან იყვნენ ქართველი სამშვიდობოები, რუსი სამშვიდობოები და ანუ ცხინვალის მხარეც, ხო, ოსი სამშვიდობოებიც იდგნენ, ხო? და ის ხელშეკრულება იყო. ხელშეკრულება გაფორმდა და იმის საფუძველზე იყვნენ იქ. ესე იგი, აქამდეც გაფორმებულა, ხო, მსგავსი ხელშეკრულებები და ეხლა იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს თავდაუსხმელობას, გაფორმება, თქვა სიტყვაზე, ცხინვალთან და სოხუმთან, ეს საქართველოს მხარეს, ხო, არ ართმევს არ სუვერენიტეტს, არ ნიშნავს აღიარებას და ასე შემდეგ. თუ ადრე გაფორმდა, დღეს რა გვიშლის, ხო, ხელს ამისთვის. თუ ეს პროცესი ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ გარკვეული პროცესები დაიწყოს, რომელიც ჩვენთვის არის სასარგებლო, ხო, ჩვენს ინტერესებში არის. მე გულისხმობ იმას, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი, ხო, რაზეც ჩვენ 7 მაისის კონფერენციაზე თავისუფალი ტრიბუნის სახით გაერთიანების დროს იქ გაჟღერებული იქნა. და შემდეგ უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეისათვის მხოლოდ ელექტრონულად არის შეგროვებული 83,000 ხელმოწერა ელექტრონულად manifest.gz-ზე, რომელიც ერთ თვეზე მეტია უკვე გათიშულია და 2 თვის განმავლობაში თუ 1 თვე გათიშულია, მოგეხსენებათ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ორჯერ მეტი, დაახლოებით ორჯერ მეტი იქნებოდა შეგროვებული, ხო? და რაც შეეხება ესე იგი ბლანკებზე ხელმოწერას, აქაც საკმაოდ უფრო მეტი არის, ვიდრე ველოდებოდით და უახლოეს ხანებში ამაზეც ვისაუბრეთ წინა გადაცემებში და ეხლაც განმეორდები, რომ უახლოეს ხანებში იქნება გაკეთებული განცხადება, იქნება კონფერენცია, შემაჯამებელი კონფერენცია და იქ ჩვენ ასე ვთქვათ, იქნება გაკეთებული კონკრეტული განცხადება, ამაზე მე არ მინდა წინასწარ ვისაუბრო. მოვლენებს წინ უგაუსწრებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყება
და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად დასავლეთის მხრიდან წნეხისა, ამას გააკეთებს, ხო? და აი ამ მოლაპარაკებების დროს, პირდაპირ დიალოგის დროს, პირდაპირ დილაქვს იმიტომ ვამბობთ, რომ იგივე ჟენევის ფორმატი, ხო, იქ სადაც სხვა მხარეებიც არის, რომლებიც ხელს გვიშლიან მოლაპარაკებებში, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს და უნდა იყოს ორი მხარე, ხო? საქართველოს მხარე და რუსეთის მხარე, რომლებიც დაილაპარაკებენ იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რომელიც უკავშირდება ასევე სოხუმს და ცხინვალს, ხო? ჩვენს აფხაზს და ოს ძმებს, რომლის ინტერესებიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ბატონმა მამუკა ფიფიამ ბრძანა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანმა და ანუ ეს იყო ერთობლივი ინტერვიუ ბატონი ლეონიდ კალაშნიკოვისა და მამუკა ფიფიას საერთო ინტერვიუ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და იქაც ითქვა, ხო, რუსი დეპუტატის მხრიდან, მათ შორის რომ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ხედვით აი ამ დიალოგის დროს, ესე იგი რუსეთის, საქართველოს ინტერესები და ასევე ოსი და აფხაზი ხალხის ინტერესები, ხო? ამაზე აი აქ არის ყველაფერი ნათქვამი, ხო? რაზე უნდა იყოს საუბარი და ჩვენ კიდევ ერთხელ ხას უსმავთ, ხო? ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, რომ ეს დიალოგი არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი. რაც შეეხება ახლა ქალბატონი მარია ზახაროვის განცხადებას, ესე იგი ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ ის, რომ რუსეთი არის ზესახელმწიფო რეგიონში არის ასე ვთქვათ უსაფრთხოების გარანტი და მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში, ხო? და ქვეყნებთან მიმართებაში აქვს ის ავტორიტეტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ. და აი ამ გეოპოლიტიკური საკითხების ჭრილიდან გამომდინარე კეთდება ნებისმიერი განცხადება და ეს უნდა მივიღოთ ისე, როგორც აი ეს მოცემულობა, ხო? იმ ესე იგი იმ პროცესების პარალელურად, რომელიც ვითარდება დასავლეთში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ. საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ასე ვთქვათ, ну მაგალითად უსაფრთხოების კუთხით სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ის შესაძლებლობები გულისხმობ არმიას, ჯარს, რომელიც დაიცავს საქართველოს იმ გამოწვევებისგან, რომელიც მაგალითად არსებობს ახლო აღმოსავლეთში და იქიდან მომავალი საფრთხეები, ხო? და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენ უნდა ვეძებოთ, აი რუსთაველს რომ აქვს, ხო? ვინცა მოყარეს არეძებს, იგი თავისა მტერია. და ჩვენ უნდა ვეძებოთ ის მოყარე, ის მოკავშირე, ის პოლიტიკური პარტნიორი გნებავთ, რომელიც სიტყვაზე უსაფრთხოების მხრივ იქნება ჩვენთვის, ასე ვთქვათ, გარანტი აი ამ რეგიონში, ხო, რაც მიმდინარეობს დღესაც იგივე აზერბაიჯანის, სომხეთის მოვლენებთან დაკავშირებით იქ ასე ვთქვათ, რამდენიმე წლის წინ იყო კონფლიქტი, ეხლა ვითომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ეს მცდელობა არის, მაგრამ დაძაბული არის ვითარება და კარგად მოგეხსენებათ, რომ იგივე ირანსა და თურქეთს შორის შესაძლოა აი ამ დაპირისპირებაში იყოს ჩართული. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საიმედო მოკავშირე რუსეთის სახით, ხო, რომელსაც შეუძლია რომ საქართველოს მართლაც აი ესე იგი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, ხო, განსხვავებით მაგალითად ამერიკისგან, ან კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთან მიმართებაში, რომელსაც არ შეუძლია მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მიცეს საქართველოს, ხო? ეს ობიექტური რეალობა არის და ეს უნდა გავითვალისწინოს გარდა იმისა, რაც იდეოლოგიურად, მორალურად, ისტორიულად არის ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის, მათ შორის კულტურული, რელიგიური და ასე შემდეგ კავშირები, რომელიც პირველ რიგში არის გასათვალისწინებელი და ეს ორი ქვეყნის, ორი ერის ინტერესის თანხვედრა არის და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგთან დაკავშირებით ეს პროცესი დაიწყება და საქართველოს ხელისუფლება გადადგავს ამ ნაბიჯს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ მაინც ტერიტორიულად მცირე ქვეყანა ვართ, რომელიც ასევე მჭიდროდ არის მიბმული და გადახლართული თავის სამხრეთელ მეზობლებთან, ასევე ყოფილია ეს საბჭოთა რესპუბლიკები,
სომხეთი და აზერბაიჯანი და საკმაოდ მსხვილი მოთამაშე რეგიონში და არა მარტო რეგიონში თურქეთი. დღეს ვაშინგტონში ალიევი და პაშინიანი დიდი ალბათობით მოაწერენ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას ხელს. ყოველ შემთხვევაში მედიაში არის ამის შესახებ ინფორმაცია. ისინი გუშინ ჩავიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში და ტრამპმაც არ გაუშვა მომენტი ხელიდან თქვა რომ მას მოგვარებული აქვს ბევრი კონფლიქტები, ვიცით ახლა თვითონაც ხიბლშია ხანდახან პიარ ტექნოლოგიებით, რამის საერთოდ ისე ლაპარაკობს რომ თითქმის ყველა კონფლიქტები თვითონ მოაგვარა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა აი ამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასაფორმებელ შეთანხმებაზე ამბობს რომ მისი წვლილი დიდია და საკმაოდ ისეთი როლი ითამაშა მედიატორის თუ მოხდა ამ ჩვენი სამხრეთელი მეზობლების მიერ ამ შეთანხმების ხელმოწერა. როგორ ფიქრობთ თქვენ, ხომ არ უფრო გაართულებს რუსეთთან საქართველოს დიალოგის დაწყებას, ვინაიდან გახსოვთ თქვენ რამდენიმე წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანს ჰქონდა ეს 44 დღიანი ომი სომხეთთან და რომლის შედეგად მან შეძლო და დაიბრუნა ყარაბაღი, რუსეთს და რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა არაერთი მცდელობა და უშუალო ჩართულობით ცდილობდა დაესვა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან. და პრინციპში გამოსდიოდა კიდეც ეს, თუმცა შემდეგ ეს პროცესი გადაიზარდა რაღაც დაუსრულებელ ვითარებაში. ამჟამად კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე უახლოვდება საფინიშო სწორს და შესაძლოა დღეს ვიხილოთ ჩვენ ეს შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რაც პრინციპში ასევე ხაზს გაუსმევს თურქეთის რეგიონში გაძლიერებას. აი ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დღემდე ასე ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საუბარი იყო ანაკლიის პორტის განვითარებაზე, შუადერეფანზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს რაც შეეხება, იქ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზანგეზურის დერეფანი. აი ამ ზანგეზური დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში, სადაც უკვე იმაზეც არის საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკონტრაქტო საფუძველზე იქნება პასუხისგებელი ამ დერეფნის ფუნქციონირებაზე, ნიშნავს იმას, რომ შტატები კავკასიაში უფრო მეტად მკვიდრდება. თუნდაც ამ მონაკვეთში. ვიგულისხმოთ სომხეთი და აზერბაიჯანი. რაც აგრეთვე ნიშნავს თურქმენული ენერგომატარებლების პირდაპირ ტრანზიტს ზანგეზურის დერეფნით უკვე ევროპისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გავლით არ მოხდება ასევე ტრანსპორტირება ენერგომატარებლების. დიახ, ჩრდილოეთ სამხრეთის. ხო, აი აქ ბევრი კითხვის ნიშნები ჩდება ამ კუთხით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ან საქართველოს არ გაუჭირდება ეს პოზიციონირება, რომ თან სამშვიდობო სიაროს, ისე რომ არ გააღიზიანოს დიდი მოთამაშეები, თან დაარეგულიროს კონფლიქტი, როგორც დღემდე კონსტატაცია, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ, თან რუსეთი ითხოვს აი იმ შეთანხმებების ხელმოწერას, რომელიც თავდაუსხმელობას გულისხმობს, რაზეც ახლა გქონდა ჩვენ საუბარი. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი სომხეთისა და აზერბაიჯანის უკვე ამერიკულ მოედანზე თამაშის შემთხვევაში. იცით რა არის ზანგეზურის კორიდორი, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, საქართველოსთვის ორმაგად არ არის მომგებიანი და რატო? პირველ რიგში ის რომ ესე იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ტვირთები გაივლის არა საქართველოზე, არამედ აი ამ ზანგეზურის კორიდორით, ხო? რომელიც ასე ვთქვათ, გაატარებს ტვირთებს, ესე იგი მარტო აზერბაიჯანი და თურქეთი გააკონტროლებს ამ კორიდორს, ხო? და მეორეს მხრივ ეს იქნება გადაკეტვა რუსეთის პროექტისა, ლოჯისტიკური პროექტისა ჩრდილოეთი სამხრეთი, რომელიც მიდის მურმანსკის ოლქიდან, მოდის, ესე იგი, კავკასიაზე, დღეისათვის აზერბაიჯანზე და კასპიის ზღვაზე გადის
და ასევე იგეგმება საქართველოსაც აფხაზეთის მხრიდან გავლა საქართველოზე და შემდეგ უკვე სომხეთი და ირანი და ინდოეთი, ჩინეთი, ხო, ბოლო დანიშნულების პუნქტი. და თუ ესე იგი ზანგეზურის კორიდორი გაიჭრება, ასე ვთქვათ, ეს ჩრდილო-სამხრეთის კორიდორიც უქმდება, ჯვარი ესმევა, როგორც ამბობენ ექსპერტები და შესაბამისად საქართველოს ეკეტება ორი ჯვარედინი ეს ლოჯისტიკურ გზაზე კონტროლი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხო? ანუ ეს ორმაგად საქართველოს არ აწყობს, ეს ერთი. და მეორეც ის დღევანდელი შეხვედრა რაც ხდება, ესე იგი ვაშინგტონში შეერთებული შტატ ტრამპისა, პაშინიანისა და ალიევს შორის, ხო, სამხრივი შეხვედრა არის და როგორც ვარაუდებენ, იქ იქნება ხელმოწერა რამდენიმე ხელშეკრულებისა. პირველი ის რომ როგორც ამბობენ, შეიძლება გაუქმდეს მინსკის შეთანხმება, ანუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული 1992 წელს. ისინი ცდილობენ, რომ აი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დამოკიდებულებიდან, ანუ რუსეთთან დაკავშირებით და ბელარუსთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გააუქმონ და გადაიყვანონ დასავლეთის მხარეს, ხო, ეს აზერბაიჯანის და სომხეთის. ეს ერთი, მეორე ამ შეხვედრამდე იგეგმება შეხვედრა პაშინიანის და ტრამპის, ანუ ამერიკულ-სომხური სტრატეგიული ურთიერთობების უფრო გამყარება, ასევე ალიევის და ტრამპის შეხვედრა, ანუ ცალ-ცალკე რომ ასე ვთქვათ, გაამყარონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ესე იგი, შეერთებული შტატები, ტრამპი კონკრეტულად გადადის იმ გეგმაზე, რომ ორმხრივი ხელშეკრულებები გააფორმოს ყველა ქვეყანასთან და არა გაერთიანებებთან, იგივე ევროკავშირთან, ან კიდე ნებისმიერ გაერთიანებასთან. და შემდეგ იქნება შეხვედრა, სადაც დაიგეგმება ეს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ჭირდება ალიევს იმისათვის, რომ მან კარგად იცის, რომ ესე იგი, როდესაც პაშინიანი წავა, მას შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში, შეთანხმებებს გააუქმებენ რა. და მას ჭირდება იმ დონის შეთანხმება, ხო, აი ვაშინგტონში შეხვდნენ გააფორმეს შეთანხმება და ეს იქნება მისთვის უფრო წონიანი. და აი ეს ხელშეკრულება ჭირდება ალიევს. და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის ზანგეზურის კორიდორი, ხო, რომელიცაც დაინტერესდა მათ შორის ტრამპიც. ეხლა ტრამპიც იმის დაინტერესდა, რომ კანადის შემოერთება უნდა და მერე გრენლანდიის, მერე პანამის და ასე შემდეგ რა, გეგმები ქონდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა, ხო? და ეხლა შემოვიდა კავკასიაში რა. მე იქ ღაზა სექტორიც უნდა რომ გადაეფორმებინა როგორც ბიზნესმენს. ეხლა კავკასიაში ვერაფერი ვერ გამოვიდა, შემოვიდა კავკასიაში და ზანგეზურის კორიდორი უნდა გააკონტროლოს, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ეს არის გზა გასაყოფი დასავლეთიდან და დასავლეთისა და აზიას შორის ლოჯისტიკური კორიდორისა და ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორისა, ხო? და თუ ტრამპი გააკონტროლებს აი ამ 40 კილომეტრიან ზანგეზურის, ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის კორიდორს, ის გააკონტროლებს რეგიონში ლოჯისტიკურ გზებს და შესაბამისად ეკონომიკასაც და ირანს ამითი თავსატეხი უჩდება. ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ თურქეთი დგამს ძალიან დიდ ნაბიჯს კასპიის ასათვისებლად და პირდაპირ ხაზის გასაჭრელად სომხეთის სიუნიკის გავლით. სიუნიკი მაყურებელმა იცის, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთან არის, ვთქვათ, კახეთიან, იმერეთიან სამეგრელო, ისე არის სიუნიკი, რომელზეც გადის ეს ზანგეზურის კორიდორი, ანუ სამხრეთ-სომხეთის ნაწილი არის და აქ საუბარი მიდის საერთოდ რომ ამერიკის პროტექტორატის ქვეშ იყოს ეს ერთი კონკრეტული რეგიონი. ანუ ეს უკვე აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ამით სუვერენიტეტის თემას ეხება. სომხეთის სახელმწიფოსი, კი ბატონო. მაგრამ აქ არის კიდე მეორე მომენტი, ისეთი ეგზისტენციალური საკითხი, რაც ვფიქრობ, რომ არაერთ სომეხს აწუხებს. აქ იგულისხმება თვითონ სომხეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა, რომელიც იმ ადამიანების გაგებად შეიძლება, რომლებიც თავიანთი მენტალური შინაარსით არიან ლიბერალები, ვინაიდან, ესე ვთქვათ, გლობალისტ ლიბერალები, სომხეთს ვიცით, რომ ძალიან დიდი დიასპორა აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, როგორც საფრანგეთში, ასევე შტატებში, ასევე კანადაში და მიმოსვლაც აქტიური აქვთ იმ გასული საუკუნის დასაწყისში, ესეთი აქტიური მიგრაციის და დიასპორის ყოლის პირობებში სომხეთმა შეძლო რომ გადაერჩინა თავის თავი.
ასე რომ აი 30 წლიანი პოსტსაბჭოთა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით, სოციალური ფონი და ასე შემდეგ არის იქ ნაწილი, რომელიც მართლაც უჭერს ამ პაშინიანს მხარს და მიაჩნიათ, რომ აი ესეთი კომპლემენტარისტული პოლიტიკის წარმოება სოფლიოს ესეთ ცენტრებთან, დასავლურ ცენტრებთან ვიტყოდი, ისინი ხედავენ სომხეთის გადარჩენის გზას. და მეორე საკითხი, აი მე თავიდან რაც ვახსენე სომხები, პირიქით შიშობენ და აქვთ აი ეს განცდა ეჭვიანობის კასკაწამიტარი სომხურად ეჭვიანობა ეს საინტერესო სიტყვა არის რა თანხმოვნები ბევრი აქვს და აი ეს ეჭვიანობა არსებობს ამ სომხებში იმ თვალსაზრისით რომ თუ კი თურქეთთან ხსნიან პირდაპირ ხას ამით შესაძლოა ეს ხატოვნად რომ თქვა თურქეთმა ისინი შთანთქოს გადაყლაპოს და ამის მაგალითები ისტორიული გამოცდილება სომხეთში არის ანუ გენოციდამდე 1915 წლამდე სომხური დიასპორა ანუ ბევრ ქალაქში ცხოვრობდა რომელიც ახლა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და გავლენაც ჰქონდა სომხები მიიჩნევდნენ რომ ეს არის სომხური ქალაქები აი მუში დიარბექირი სადაც ეს გენოციდი მოხდა ასე ვთქვათ აი ჟლეტა სომხების 1.5 მილიონი გაწყდა მათი ამ გენოციდის მუზეუმის ინფორმაციის თანახმად ხო და აი ამის შიში არსებობს სომხეთში აქ ასევე ფიგურირებს საკათალიკოსო სომხეთის საკათალიკოსო რომელიც ცოტა სიფრთხილით ეკიდება აი აზერბაიჯანთან ამ სამშვიდობო შეთანხმებას და ასევე ნუ თურქეთთან აი ამ ხაზის გახსნას და ერდოღანისთვის ეს არის სერიოზული გამარჯვებისთვის გასროლა რომელიც იღებს საკმაოდ დიდ როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს და არცაკლია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ლოჯისტიკური ტრანსნაციონალური თუ გნებავთ და ენერგო მატარებლების თვალსაზრისით და ბევრ დივიდენდს. ანუ ერდოღანი გადის კასპზე, კასპიის ნავთობზე, ეგრეთ წოდებულ ცდომაზე ექნება ხელი. ანუ ეს არ არის პატარა ესეთი სახუმარო თემა. აი აქ არის აი ეს კითხვის ნიშნები, როგორ ფიქრობთ თქვენ, მოსალოდნელი იქნება თუ არა სომხეთში რაიმე წინააღმდეგობრივი გამოსვლები ამ შეთანხმების შემდეგ და რუსეთი მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს. ვინაიდან რუსი დეპუტატებიც კი უკვე შეშფოთებულები არიან მოვლენათა ასეთი განვითარებით, რომ აი ვაშინგტონში ხელი მოეწერება ერთის მხრივ რუსეთთან მეგობრული ქვეყნების ამ დრომდე, სანამ არ დაიძაბა ურთიერთობა სომხეთის და აზერბაიჯანის, რომელიც საერთო ორგანიზაციებში არიან რუსეთთან, იქნება ეს ODKB თუ DST და ასე შემდეგ, ახლა უცაბედად თამაშობენ ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზე. ვიცით რა არის? ამას ეს არის ასე ვთქვათ, ეს ზანგეზურის კორიდორი და დღეისათვის შეხვედრა, ესე იგი, ტრამპსა, პაშინიანსა და ალიევს შორის, ეს არის იმის ნაწილი, რაც ხდება მსოფლიოში, აი, ესე იგი, გადაფორმატინების პროცესი, ხო? და ჩვენ კარგად ვიცით, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი არის ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, ხო? და ზოგადად აი ჩემი დაკვირვებით და ეს ცნობილი არის რომ ანგლოსაქსები, როდეს ამ მსგავსი შეხვედრის წინ ისინი წევენ თამასას და ცდილობენ აწიონ იმის ფასი, რაც მათ აქვთ, ხო? და ეხლა ამის დემონსტრაცია, რომ მათ რა აქვთ, ხდება დღეს. ანუ აი ტრამპი იძახის, რომ მის მხარეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი და აი ის როგორც მოდერატორი, როგორც არბიტრი, მათ ასე ვთქვათ, სთავაზობს და ხელს უშლის, ანუ ხალიჩაზე გამოიძახა იქ, ხო? აი ძველი დროით როგორც ამბობენ ხოლმე და სთავაზობენ ეხლა როგორც ესე იგი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის შეერთებული შტატების ელჩი თურქეთში, რომელმაც განაცხადა, რომ ესე იგი აზერბაიჯანს და სომხეთს სთავაზობს, რომ ზანგეზურის კორიდორის ამ 40 კილომეტრიანი კორიდორის არენდა მოხდეს
იქირავონ ამერიკელებმა, იქ კონკრეტული კომპანიები არის, რომლებიც იქნებიან გარანტი, რომ ეს კორიდორი იფუნქციონირებს და ასე შემდეგ და ანუ ამერიკელები ეუბნებიან, რომ აი ჩვენ ვიქნებით რა და ასე ვთქვათ, ჩვენ გავაკონტროლებთ ამ კორიდორს კონკრეტული შეთანხმებით. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპი მათ შორის გარდა უკრაინისა, გარდა იქ ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტისა, ეხლა უკვე მესამე თემა დაემატა, ეს არის უკვე სომხეთისა და აზერბაიჯანის. ანუ კონკრეტული რეგიონი ჩვენი კავკასია დაემატა აი ამ თემებს, ხო, რომლითაც ტრამპი აპირებს ივაჭროს ვლადიმერ პუტინთან. აი ეს ასე ვთქვათ მოცემულობა არის დღეს და ძალიან სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ როგორც ალიევი, ასევე პაშინიანიც მონაწილეობენ აი ამ სცენარში რა. და სამწუხარო ფაქტი არის, რომ დასავლეთმა მოახერხა მათ შორის ალიევი დაეპირისპირებინა რუსეთთან, ხო? ნუ ცნობილია, რომ ბოლო არის ერთი თვეზე მეტი არის უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი დგავს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ასე ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ დგავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რასაც ნუ აქამდე არ იყო და არავინ არ ელოდა რა. და ესე იგი დასავლეთი ცდილობს კავკასიაში შემოსვლას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს არ გამოუვათ, არავითარ ეხა თურქეთი ზოგი აცხადებს, რომ აი თურქეთი გაძლიერდება და რაღაც და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ თურქეთს არ აქვს რესურსი კავკასიაში გაძლიერდეს, მაგალითად არც სამხედრო რესურსი. ეხლა ნუ ნატოში იცვლება, რომ მეორე ქვეყანაა ხო თურქეთი, მაგრამ ნებისმიერ არმიას ზურგს უმაგრებს ეკონომიკა. თუ ეკონომიკა არ არის ძლიერი, მით უმეტეს პოლიტიკურად ერდოღანი არ არის დღეს ისეთი წონის, რომ მან მოახერხოს და კავკასიაში გაძლიერდეს, ან მით უმეტეს თურანის რაღაც ის ილუზორული გეგმები განახორციელოს კავკასიაში. ეს გამორიცხული არის. ეს არის კიდევ ვიმეორებ ესე იგი ტრამპის გეგმა, რომლითაც ის შეეცდება ვლადიმერ პუტინთან ივაჭროს. პოლიტიკურ ვაჭრობაზე არის საუბარი და მაგრამ ვლადიმერ პუტინს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები დღეისათვის. უფრო ძლიერი ვიდრე შეერთებულ შტატებს, უფრო ძლიერი ვიდრე ჩინეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ხო? და იგივე უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს რასაც ხედავთ, იქ რუსული არმია ყოველდღიურად წინ მიიწევს, ათავისუფლებს იმ ასე ვთქვათ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც დაიღალა უკვე კიევის რეჟიმისგან, ხო? და გადადიან რუსეთის მხარეს და ატარებენ რეფერენდუმს და გადადიან, ანუ უერთდებიან რუსეთის ფედერაციას, როგორც ეს ვნახეთ ლუგანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები, ხო? ნუ ყირიმზე აღარ მაქვს საუბარი. მე ვიყავი იქ ზუსტად 1 წლის წინ და საკუთარი თვალით ვნახე იქ მოსახლეობასაც გავესაუბრე, განწყობებიც ვიცი იქ ხალხის და მათი ასე ვთქვათ კეთილინება იყო, რომ რუსეთს შეერთებოდნენ, რომ მათ შორის იმიტომ, რომ ჯერტი რუსეთის ნაწილად თვლიდნენ როგორც ხალხი და მეორეც იმის გამოც, რომ ესე იგი კიევის მხრიდან, ანუ დასავლეთის მხრიდან მიდიოდა ტერორი დონბასის მოსახლეობისა. ესე არის სხვა რეგიონებში, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იგივე ახლო აღმოსავლეთში, ხო, რაც ხდება, ეხლა რასაც გეგმავს კოლექტიური დასავლეთი ნათანიაჰუს ხელით, რომელიც ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ დგავს ნაბიჯებს, ისევე როგორც პაშინიანი მაგალითად, და გეგმავენ ღაზას სექტორის მთლიანად გაკონტროლებას. და ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დაიწყება კიდე ალბათ დამატებით კონტინგენტის სამხედრო ოპერაციები განხორციელდება და ეს მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა ნეთანიაჰუს მხარი ამ კუთხით, რომ მოხდეს ღაზას მთლიანი ოკუპაცია, მაგრამ გამოიწვია ძალიან დიდი გულისწყრომა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ლიდერებმა არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს ხმისაწევაც კი მოუწია მისთვის სატელეფონო საუბრისას. გერმანია მაგალითად უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგა, საერთოდ გაყიდვა აკრძალა ისრაელისთვის იარაღის. ეს უახლესი ცნობებია, აღარ მიაწვდის ისრაელს იარაღს, მაგრამ ნუ ებრაელებს აქვთ თავიანთი ფილოსოფია ხედვის იქ რეგიონში
თქვათ მოახდინონ ოკუპაცია, ანუ ახლა არ ვიცი, უამრავი ადამიანი ამოწყდა დაახლოებით 60,000 მშვიდობიანი მოქალაქე და გაეროს მონაცემებით 12,000 ბავშვი დღემდე შიმშილობს იქ ღაზას სექტორში. და ეს პარაშუტებით აწვდიან, ყრიან იქ სურსაც ანოვაგეს, რომ ეს ხალხი საბოლოოდ არ გაწყდეს. ეს ერთია ახლო აღმოსავლეთის პრობლემა, ანუ ჩვენ მაინც უნდა გვეხსენებინა ეს პრობლემა, ვინაიდან საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს ეს პროცესი და არ არის იქ მარტივი თემა, მაგრამ თქვენ საუბრობდით გეორგია უკრაინაზე, სადაც ტრამპი ასევე ცდილობს საბოლოო ჯამში გადადგას ის ნაბიჯი, რითაც ის მოვიდა პრინციპში ხელისუფლებაში. ანუ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის მოაგვარებდა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. ახლა რა ტენდენციაც ჩანს დასავლურ მედიაში, სერიოზული ისტერიკა აქვს ატეხილი, მათ შორის უკრაინაშიც და ისინი მიიჩნევენ, რომ თუ კი შედგა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, შელამაზებაც ხდება ტექსტების, მაქსიმალურად ცდილობენ დააკნინონ პუტინის როლი და ტრამპი უფრო წამოწიონ წინ, მაგრამ საერთო ჯამში არის სერიოზული ფობია აი ამ შეხვედრის და გამო. ანუ მიაჩნიათ, რომ თუ კი ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდება, ჯერ ითქვა ვერსიათ, რომ გაერთიანებულ არაბთა საემიროებში შეხვდებიან, იმიტომ რომ ბინ სალმანი იყო ჩამოსული, მეგობრობს პუტინთან, თვითონ ამერიკელებიც საუდიტებთან ახლოს არიან, რომ შედგებოდა საუდის არაბეთში ეს შეხვედრა, თუმცა ახლა ასევე გამოჩნდა ცნობები, რომ არ არის გამორიცხული რომში გაიმართოს ეს შეხვედრა. ნუ თავი და თავი აქ ალბათ ვატიკანია წმინდა საყდარი, სადაც ეს რომის პაპი ცდილობს, რომ მედიატორი, საერთოდ ვატიკანს აქვს ესეთი საკრალური ფუნქცია, მედიატორობის ტრადიციები და არ არის გამორიცხული მართლაც სხვა საკითხი შეიძლება დადგეს უკვე პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით, ვიცით რომ ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს ეს რომის სტატუტი. ხო, და ნუ ამასაც რო გავანებოთ თავი, არ ვიცი, თუ შედგა ერთი სიტყვით ეს შეხვედრა, დასავლეთში აქვთ იმის მოლოდინი და შიში, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის გარეშე და თავად ევროკავშირის გარეშე მორიგდებიან ტრამპი და პუტინი უკრაინის ბედზე. და უნდა დასავლეთს ეს თუ არ უნდა კოლექტიურ დასავლეთს ევროპის ქვეყნებს, მათ მოუწევთ დაემორჩილონ ტრამპის გადაწყვეტილებას. ვინაიდან იმ დონეზე არიან დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების დიქტატზე, რომ არ გამოუვათ სხვაგვარად. ახლა გასაგებია, რომ ეს ლიბერალური მედია მათ ხელშია. თქვენ როგორ ფიქრობთ? ითქვა ასევე ის, რომ პუტინი უნდა შეხვდეს ზელენსკისაც, მაგრამ იქ თავად გარკვევით გააკეთა განცხადება, რომ ის ამ შეხვედრას არ გაურბის, თუმცა მანამდე არის ძალიან დიდი დრო გასასვლელი, ანუ არ არის მზად აბსოლუტურად ვითარება საამისოდ, რომ ის შეხვდეს ზელენსკის. აი კონკრეტული პირობები არის. ხო, აი ტრამპთან შეხვედრის შედეგად რა შეიძლება მოხდეს? იქ ერთ-ერთმა ამერიკულმა სააგენტომ ასევე ელექტრონულმა გამოცემამ გაავრცელა ინსაიდერული ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე პუტინთან მოლაპარაკებებისას, ანუ ტრამპი ამ შემთხვევაში თანახმაა დე ფაქტო აღიაროს მის მიერ ათვისებული უკრაინის ტერიტორიები 49 წლით ან 99 წლით. რაც ფაქტობრივად უკვე ნიშნავს აღიარებას ამ ტერიტორიაზე. დიახ, რა თქმა უნდა, აი ამ საკითხებზე იქნება შეხვედრის დროს პოლიტიკური ვაჭრობა, ნუ რასაც ტრამპი შესთავაზებს ვლადიმერ პუტინს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი ტრამპი არის ძალიან რთულ სიტუაციაში, მას შემდეგ რაც მან ვერ შეასრულა ის დაპირება, მსოფლიოს დაპირდა, რომ დაამთავრებდა კონფლიქტებს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში, რაც პირიქით მოხდა, ხო? რამდენიმე დღის წინ თქვა, რაღაც ბირთვული მასზე იყო, რაღაც გაუგებარი განცხადება გააკეთა ბირთვული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და რაღაც მუქარის შემცველი იყო თითქოს, ასევე 14 ივლისს რაც განაცხადა ულტიმატუმი
ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომ ესე იგი დაუწესებს ტარიფებს და ასე შემდეგ და აქვე უნდა ვთქვას, რომ ესე იგი არავითარი ტარიფები რუსეთის ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, იმიტომ რომ ეხლა რუსეთსა და ამერიკას შორის არ არის ისეთი ვაჭრობა, რომ ან ერთ ქვეყანაზე იმოქმედოს, ან მეორე ქვეყანაზე. პირიქით, ამერიკა უფრო არის დაინტერესებული რუსეთისგან მიიღოს მაგალითად ურანი, რომელიც ასე ვთქვათ, შეუწყდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აფრიკიდან, ხო? აფრიკიდანაც შექონდათ შეერთებულ შტატებში ურანი და ეხლა დამოკიდებული არიან კიდე რამდენიმე ქვეყანაზე. მათ შორის რუსეთზე და ტარიფები რო დაუწესოს, ეს ასე ვთქვათ, საკუთარ თავს გაუძვირებს იმ ურანს, ხო? და სხვა მხრივ ეხლა ესე იგი შეერთებულ შტატებს და კონკრეტულად ტრამპს აქვს ძალიან რთული სიტუაცია, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ინფლაცია ზევით მიდის, ცდილობენ რომ ინფლაცია გააკონტროლონ რეფინანსირების განაკვეთის აწევით, მაგრამ ესიც არ გამოდის უკვე ეკონომიკური ვითარება ისეთია რომ ესე იგი ძალიან ბევრი ფაქტორი ვეღარ ხდება ამ გადალახვა აი ამ კრიზისული სიტუაციისა, ეს ტარიფები რო დაუწესეს მათ შორის, ევროკავშირი საერთოდ დაიმორჩილეს, რო დაიმონეს 750 მილიარდის ენერგომატარებლები უნდა იყიდოთ ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირმა შეერთებული შტატებისგან, ანუ სამაგი თანხა უნდა გადაიხადოს ვიდრე რუსეთიდან ყიდულობდა, ამას ემატება ის რომ ევროკავშირი ვალდებული არის, ესე იგი შეერთებულ შტატებში განახორციელოს 600 მილიარდის ინვესტიცია, ასევე შეისყიდოს სამხედრო ტექნიკა, იარაღი უკრაინისთვის და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირი დაიმორჩილა ტრამპმა და ეხლა სხვა რეგიონებზე უნდა რომ გადავიდეს რა, იგივე მაგალითად ინდოეთთანაც პრეფიციტი ჰქონდა, ინდოეთს მეტი პროდუქცია შექონდა შეერთებულ შტატებში ვიდრე შტატებს გაქონდა ინდოეთში და იქ 50%-იანი ჯერ 25% ეხლა 25% კიდე დაუმატა ზემოდან იმის გამო რომ ინდოეთი ვაჭრობს რუსეთთან და ყიდულობს ენერგომატარებლებს. ანუ ტრამპს აქვს ერთადერთი გამოსავალი და იმის ფონზე რომ მოსალოდნელი არის ძალიან სერიოზული კრიზისი, იგივე კრიზისი როგორიც იყო იგივე 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს, ეხლა უფრო დიდი კრიზისი არის მოსალოდნელი. ეს ტრამპმა კარგად იცის, მე ვგულისხმობ დასავლეთში, შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, სადაც უმრავლეს ქვეყანაში უკვე რეცესია არის და შტატები ცდილობს ეხლა აი ამ ეს კრიზისი აიცილოს იმით, რომ მაგალითად ასე ვთქვათ, აი ამ კონფლიქტებით ივაჭროს და ვლადიმერ პუტინთან დადოს აი ეს სამი რეგიონი, ასე ვთქვათ, ერთი უკრაინა არის, მეორე არის ახლო აღმოსავლეთი და ეხლა უკვე კავკასია დაამატა, შეიძლება კიდე სხვა თემაზეც იყოს ვაჭრობა, მაგრამ ეს სამი ასე ვთქვათ მიმართულება იქნება ძირითადი სავაჭრო საკითხი და ტრამპი შეეცდება რომ აქედან წამოიღოს თავისთვის უფრო მეტი. მაგრამ ეხლა ახლოვდება, ესე იგი, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, სადაც ტრამპი ცდილობდა რომ იქ მოხვედრილიყო და ამ შეხვედრის, ესე იგი, ტრამპს ეშინია იმის რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მოილაპარაკებენ და შეერთებული შტატებისთვის ეს იქნება, ასე ვთქვათ, ძალიან საფრთხის შემცველი, როგორც ტრამპი ამას აღიქობს. ამიტომ ტრამპი შეეცადა რომ იქამდე მომხდარიყო მათი შეხვედრა და სადაც შეეცდება აი ამ პოლიტიკური ვაჭრობით გამოვიდეს ფონს და აიცილოს ის კრიზისი, რაზეც წეღან ვისაუბრე. კი ბატონო. და ამით ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა, ჩვენ დაველოდოთ რა მოხდება, ვაკვირდებით მოვლენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, უახლოეს დღეებშიც ასევე, რა თქმა უნდა, გახდება ცნობილი. დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. შევხვდებით მომდევნო კვირას 4 შაბათს 16 საათზე. მადლობა.